რა მდგომარეობაა ქუთაისის ბიუჯეტში? ისინი, ვინც ქალაქის 2013 წლის საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას მხარს უჭერდნენ, დღეს მის ხარვეზებზე საუბრობენ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომ შესაძლოა ვერ შესრულდეს, ამაზე ორივე მხარე თანხმდება. ნაციონალურ მოძრაობაში მიზეზად არსებული ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებენ. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არასაფინანსო აქტივებში 3 მილიონ ლარზე მეტი გარღვევა. წელს გვექნება ჩვენ გარღვევა ბიუჯეტში თუ რაღაც სასწაული ზომები არ მიიღეთ და რაღაც არ მოხდა. რისი იმედიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ილუზორული მაინც არ აქვს. ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი. მე მინდა შევახსენო მოსახლეობას და ჩვენ ოპონენტებსაც, რომლებიც ახლა უმრავლესობას წარმოადგენენ საკრებულოში. ზუსტად მათმა მიიღო ეს ბიუჯეტი, მათი მუშაობის შედეგად იყო ეს ბიუჯეტი მიღებული და იგივე ხალხი არის ახლა უმრავლესობაში. ბოლო 9 წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტს პრობლემა არ შექმნია. პირიქით, ქუთაისში ყოველთვის იყო გადაჭარბება ყველანაირი კუთხით ბიუჯეტის მიმართ. რაც შეეხება დღეს, პირველად ამ 9 წლის შემდეგ ბიუჯეტი ვერ სრულდება. მიზეზი აქ არის მხოლოდ ორგვარი შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ არიან მავნებლები და მიზანმიმართულად ხდება ქუთაისის ასე ვთქვათ განადგურება და მეორე მიზეზი არის, რომ არიან სრულიად უუნაროები და არ შეუძლიათ ქალაქის მართვა. ბიუჯეტის შესრულებას ეჭვის ქვეშ აყენებს ქუთაისის ვიცე-მერიც, რომელიც ქალაქში საფინანსო სფეროს განაგებს. გიორგი შარაბიძის თქმით, ბოლო 8 თვეში ბიუჯეტის მხოლოდ 52%-ია შესრულებული. 4 მილიონი ლარის ღირებულების ქონების გასხვისება კი წლის ბოლომდე ნაკლებად შესაძლებელია. მე არავის არ ვაბრალებ, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ, რომ 8 თვეში მხოლოდ 52%-ია შესრულება. ქალაქში, რომელსაც 4 მილიონი ნახევარს ვამბობთ, რომ ქონება გაიყიდება, პირადად ჩემი მოსაზრებიდან შეუძლებელია მიმდინარე ეტაპზე. 4 მილიონი ნახევარ ქონებაზე მეტი არსებობს ქუთაისში, მაგრამ პირველობა ჯერჯერობით არის დაბალი. როდესაც ქუთაისის ეკონომიკა გაჯასახდება და პიროვნებას ექნება მწყედველობით უნარი, შესაძლებელია უფრო მეტი ქონება გაიყიდოს, რაც დამატებითი შემოსავალი არის. ამიტომ დღესდღეობით ქალაქ ქუთაისში უფრო მიზანშეწონილი არის გაეჯარება, ადამიანი უფრო იაფს იხდეს ამ შემთხვევაში და უფრო მოვლასაც უფრო უკეთეს ახდენს, ვიდრე პრივატიზაცია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას, როგორც ჩანს, არსებული რეალობის ფონზე მხოლოდ ქალაქის ქონების პრივატიზება ან იჯარით გაცემა განსაზღვრავს. კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-მ ქუთაისშიც გამართა. კვლევის თანახმად ქუთაისში 56% სამუშაო ადგილებს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის პირველ ადგილას აყენებს. კვლევაში კითხვები შეეხებოდა სამუშაო ადგილებს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, საარჩევნო გარემოს და საგარეო ურთიერთობებს. ასევე ინტერვიუერები ადგილობრივი მედიის შესახებაც გამოიკითხა. ქუთაისის მასშტაბით ყველაზე ყურებადი ტელეკომპანია რიონი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ არხს 47% ადევნებს თვალს. პროცენტული სხვაობაა ცენტრალურ არხებთან შედარებით. ტელეკომპანია რიონს საზოგადოების 21% ენდობა. იგივე რაოდენობა ენდობა რესპუბლიკურ არხებს. რაც შეეხება მთავარ მაჩვენებლებს, ქუთაისის მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს თავს დასაქმებულად, ვიდრე მთელი საქართველოს მასშტაბით. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ან იგივე დარჩა, ან შემცირდა. რაც შეეხება კრიმინალს, ქუთაისში მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ ან იგივე დარჩა, ან კიდევ გაიზარდა. ასევე გამოიკვეთა, რომ ქუთაისისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენი საქართველოსთვის. დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების გაუქმების ინიციატივით გამოდის. გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა, რომ IP-სა და სპორტის სამსახურის უფლება მოვალეობები ერთნაირია და ამიტომ გაერთიანების არსებობა აუცილებელი არ არის. წულაიას კოტე ლეომიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ IP-ის გაუქმება არ მოხდება, თუმცა მისი მუშაობა გადაიხედება. მერიას აქვს სამსახური სპორტის სამსახური აქვს, რომელზედაც გამოყოფილია 240,000 ლარი. ამის პარალელურად არსებობს IP, რომელზედაც იგივე ფუნქციები აქვს, მე მაგ ორივეს დებულებები, ორივეს გაჭრილ-ვაშლივით ერთ და იგივე ფუნქცია უწერია და ერთ და იგივე მოვალეობა უწერია, რომელზედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და რომელსაც ყავს 500-მდე თანამშრომელი და ისეთი თანამდებობებია შიგნით რომ გაუცდები ნამდვილად. ამიტომ მოვითხოვ ბატონი კოტე ლეომიძედან მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ
სამსახურების გაერთიანება, ჩამოხვეწა. ხა არსებობასთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ ხა არ ვფიქრობთ გაუქმებას, მაგრამ თვითონ შტატები გადაიხედება იქ მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია და საერთოდ ვფიქრობთ ამ თემაზე ჩვენ. დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ საჯარო ლექცია წაიკითხა. თემა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები იყო. ბესელიამ განსაკუთრებული ყურადღება პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვაზე გაამახვილა. საჯარო ლექცია სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრო. ლექტორს ადამიანის უფლებების კუთხით პროფესიების როლი და ის რეფორმები, რომელიც უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ტარდება. ეს იქნება სრულიად აპოლიტიკური საჯარო ლექცია, რომელზედაც იქნება ინფორმაციები და მოვისმენ ძალიან სიამოვნებით საინტერესო კითხვებს და გვექნება დისკუსია. ალბათონი ეკა ჩვენს უნივერსიტეტს ესტუმრა როგორც ლექტორის რანგში. მან გააცნო ჩვენ სტუდენტებს ეს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რაც ადამიანს ახასიათებს და ეკუთვნის ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ საინტერესო წარიმართა საჯარო ლექცია, იყო ბევრი კითხვა-პასუხი და ალბათონი ეკას პროფესიონალიზმში ყველა დარწმუნდა დღეს, განსაკუთრებით ჩვენი სტუდენტები. ველოდებით შემდეგ შეხვედრებს და რაც უფრო კარგი შეხვედრები და უფრო საგანმანათლებლო შეხვედრები იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენი უნივერსიტეტზე. ადამიანების ჯგუფი კერძო სექტორის წარმომადგენლებს მერიის კულტურის განყოფილების სახელით ღონისძიებების დაფინანსებას თხოვს. კულტურის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ისინი ავანტიურისტები არიან და მესაკუთრეებს მოუწოდებენ მათ მიერ შეთავაზებას მხარი არ დაუჭირონ. უკვე მესამე კვირაა მსგავსი ქმედება ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებში ხორციელდება. დღეს საგანგებო განცხადება კულტურის განყოფილებაში გაკეთდა. ქალაქში და სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თავაზობს საქველმოქმედო ღონისძიებების დაფინანსებას. მინდა განვაცხადოთ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი სამსახურის სახელით თუ ვინმე მათ დაუკავშირდება, პროდუქტში მოგმართონ ჩვენ, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და თუ ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას, არავის არ ენდონ და არ დაყვენ გარკვეული ავანტიურისტების რაღაც პროვოკაციებს.